გამარჯობა ქალბატონთია, დიდი მადლობა რომ სტუმრობთ პოლიტარც და არტარიას. პირველ რიგში მაინც მინდა ვიკითხო, ასეთი რამ ჩემს წინაშე ახლა წარმატებული მინისტრია? მოგესალმებით, ჩემთვის ძალიან დიდი სიხარულია რომ აი ორიგინალურ სტუდიაში ვიმყოფები და მადლობა მოწვევისთვის. მე ვფიქრობ, რომ თქვენს წინაშე არ არის წარუმატებელი მინისტრი. ვარ თუ არა წარმატებული, ამას მე არ ვწყვეტ, ამას წყვეტ საზოგადოება, რომლისთვისაც ჩვენ ვმუშაობთ. უფრო მეტიც ამას წყვეტენ ახალი თაობები და მე მათ ბევრჯერ ვუთხარი, რომ მე მათთვის მუშაობ და თუ კი ყველაფერი პირადი გვერდზე გადავდე, მე პირადად სწორედ მომავალი თაობებისთვის. მოდი მაშინ ასე დავსვათ კითხვა, წარმატებული მთავრობის წევრი მინისტრი ხართ? მე მგონია რომ ეს მთლიანობაში და ამ სიტყვას ამ პასუხში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, მთლიანობაში ეს არის წარმატებული ხელისუფლება, იმიტომ რომ მთავრობები რამდენიმე იყო უკვე გადახალისებული, შეცვლილი 2012 წლის მერე და მთლიანობაში ის ხელისუფლება, რომელიც აღმასრულებელი ხელისუფლება, რომელიც 12 წლის ოქტომბრის ბოლოს მოვიდა ხელისუფლებაში, მე ვთვლი რომ მთლიანობაში წარმატებული ხელისუფლებაა. თუმცა დასანანია რომ უფრო მეტის გაკეთებაც შეიძლებოდა, რომ არ ყოფილიყო გარკვეულწილად გამოუცდელობა, გარკვეულწილად პირველ თვეებში გამარჯვების ეიფორია და ასე ვთქვათ, ბევრი რაღაც შეცდომა, რაც ჩვენ თვითონმა ჩვენთაგანმა მთლიანად კოლეგიურმა ორგანომ მთავრობამ დაუშვით, რომ არ დაგვეშვა, მაგრამ მთლიანობაში მე მაინც ვთქვი, რომ ეს არის წარმატებული ხელისუფლება, იმიტომ რომ თვისებრივად ახალი სტილის მმართველობა დავამკვიდრეთ, თვისებრივად მთლიანად გარდავქმენით უფლებრივი სფერო ამ ქვეყანაში, რომელიც ყველაზე დიდი პრობლემა იყო, მე ვიტყოდი დამოუკიდებლობის შემდეგ ჩვენს ქვეყანაში, უფლებების ამ ხარისხით დაცვა. მე თავამად ვიტყვი, არც ერთი ხელისუფლების პირობებში არ მახსენდება და ეხლა აქცენტი, რა თქმა უნდა, კეთდება და კიდევ უფრო მეტად უნდა გაკეთდეს, რომ გარეშე გავლენებისგან დავიცვათ ჩვენი ბაზარიც, ეკონომიკაც, რომ ისედაც შეჭირვებულ ოჯახებს კიდევ მეტად არ გაუჭირდეთ, პირიქით ეს მდგომარეობა, რაც შეიძლება მალე უნდა გაუმჯობესდეს. ეს ამ წლის თავზე თქვენ ალბათ აფასებთ პერსონალურადაც და მთავრობაც რა გააკეთეთ, რა ვერ გააკეთეთ, ახლა ახსენეთ, რომ იყო შეცდომები. ეს შეცდომები იყო ობიექტური მიზეზებითაც, თუმცა აი მაინც რას მიიჩნევთ ისეთ ფრაგმენტებად თქვენი და სხვა მთავრობების მუშაობაშიც თქვენ სულ ხართ ხომ ამ სივრცეში, რამაც დაგღიათ უკან, თუ იყო ასეთი საერთოდ? ორი მთავარი, რასაც მე დანანებით ვიხსენებ, ჩემზე ნაკლებად იყო ეს დამოკიდებული, მაგრამ მთავრობის როგორც ორგანოს ლაფსუსად თუ შეცდომად მივიჩნევ თუ ხარვეზად. პირველი ეს არის, რომ თავიდანვე არ გაკეთდა აქცენტი იმაზე, რასაც PR-ს უწოდებთ, რადგან საზოგადოებასთან კომუნიკაცია არის და სწორი კომუნიკაცია აუცილებელი და ეს თავიდან ნაკლებად ექცეოდა ამას ყურადღება. დღეს უფრო მეტი ყურადღება ექცევა, მაგრამ აი ეს აკუმულირებული, დაგროვილი, ასე ვთქვათ, ინფორმაციის ნაკლებობა შესავსებად ძნელია და ალბათ უფრო მეტი იქნებოდა, რომ კარგი რომ გაგვეკეთებინა საზოგადოებასთან კომუნიკაციის კუთხით. აქ ვგულისხმობ იმას, რომ რეალური საქმე რაც კეთდება, უფრო უკეთესად ყოფილიყო მიწოდებული საზოგადოებისთვის, რომ საზოგადოებას არ ქონოდა და არ ქონდეს დღესაც იმის განცდა, რომ მან არ იცის და მხოლოდ ხვდება, რომ ბევრი კარგი საქმე კეთდება. ეს ერთია, საზოგადოებასთან კომუნიკაციის ნაკლებობა, თუ ბოლომდე არ ცოდნა როგორ კეთდება ეს, იმიტომ რომ ეს ხელოვნებაა თქვენ დამეთანხმებით ამაში. და მეორე, ალბათ საკადრო საკითხები. მე არ მგონია რომ ჩვენ მოვიგეთ რამე იმით, რომ ხანდახან ყოლია ან სამინისტროებში ან სხვადასხვა ადგილებში არ დავაკონკრეტებ თქვენის ნებართვით ადამიანები, რომლებიც ჩვენთან ერთად ცეცხლში არ ყოფილან, ცეცხლი გადატანითი მნიშვნელობით, რა თქმა უნდა. ის ვინც ბრძოლაში არ იყო წინა რეჟიმთან და ეს იყო რეჟიმი. მისთვის შეცდომები პრინციპში არ არის, ასე ვთქვათ, მტკივნეული. მე ყოველ შეცდომას, ისე როგორც ჩემი თანამებრძოლები და
ისინი ვისთან ერთადაც მე ბრძოლაში ვიყავი, ყოველ შეცდომას ხელისუფლების მტკივნეულად განვიცდით. ეს განცდა ვისაც აქვს ის ცდილობს ნაკლები შეცდომა. ანუ რომ დავაზუსტოთ თქვენ მიგაჩნიათ რომ უფრო მეტი ბრძოლა გამოვლილი ადამიანით უნდა დაკომპლექტებულიყო ახალი შემადგენლობა. უფრო მეტი ბრძოლა, არა მხოლოდ მთავრობა, მე ვგულისხმობ საკადრო პოლიტიკას მთლიანად. ეს მეც მეხება ეს შენიშვნა, სხვებსაც ალბათ, მაგრამ მე ჩემ თავზე ვილაპარაკებ, ალბათ უკეთესი იყო რომ ისინი ვინც ბრძოლაში იყო, თუ კი კომპეტენცია ეყოფოდათ, იმიტომ რომ ჩვენთა ყველაფერი კონკურსით კომპლექტდება, რომ საკადრო პოლიტიკა ყოფილიყო უფრო დაბალანსებული, თუმცა მთავრობაშიც ალბათ და ძალოვან სტრუქტურებშიც კარგი იქნებოდა, რომ ისინი ვინც პროკურორები იქნებოდნენ, ეს პოლიციელები, ვინც დარბევებში მონაწილეობდა თუ სამართლო განაჩენებში, რომ ისინი პირველივე კვირებში ეს ერთი ხელის მოსმით გათავისუფლებულიყვნენ. სამწუხაროდ ეს ასე ვერ მოხდა. ამას ქონდა თავისი ასე ვთქვათ მიზეზები, მაგალითად მე შემიძლია გითხრათ პროკურატურის მაგალითზე, რომ არც ერთი ჩემი რჩევა, რომ ესა თუ ის პროკურორი იყო პირველივე კვირებში გასაშვები, არც ბატონი კბილაშვილის, არც ბატონი ნაცვლიშვილის მიერ არ ყოფილა გაზიარებული. ეს რა თქმა უნდა იყო შეცდომა, მე ამას ღიად ვამბობ, იმიტომ რომ ამან ბევრი დრო დაგვაკარგინა. ერთის მხრივ იმ ადამიანების უფრო მეტად გვერდში დაყენება, მაგალითად როგორიც არის ვახტანგ გომელაური, ხომ სულ ახლახანს დაინიშნა შინაგან საქმეთა მინისტრად. ვახტანგი ის არის, ვისაც მე ვეძახი, რომ ცეცხლში იყო ჩვენთან ერთად. ამიტომ მისთვის ხელისუფლების შეცდომა, ისევე როგორც ჩემთვის არის უმტკივნეულესი და ჩვენ ვცდილობთ შეცდომები არ დავუშვათ. იგივეს ვერ ვიტყვი მის წინამორბედზე, რომელიც ჩვენთან ერთად ცეცხლში არ ყოფილა. აქედან გამომდინარე, ალბათ ეს მინისტრი ჩემთვის უფრო მისაღებია, იმიტომ რომ ჩემთან ერთად იყო ბატონთია პრინციპში აკრიტიკებთ ივანიშვილის სამგადაწყვეტილებებს და შემდეგ უკვე ღარიბაშვილის, ხო? იმიტომ რომ ეს წინამორბედი არ იყო ივანიშვილის კადრი. ყველაშვილი იყო მე ვამბობ იმას, რასაც ვამბობ, ინტერპრეტაციები თქვენთვის მომინდვია. ესე იგი ორი რამ, ერთი საკადრო პოლიტიკაში, რომ უფრო მეტი ადამიანი ვისთანაც ერთად ჩვენ ძალიან ბევრი გაჭირვება ერთად გამოვიარეთ. ვისთვის არის ეს ხალხი საჭირო? ეს ხალხი იმისთვის არის საჭირო, მათ შორის მთავრობაში, რომ შეცდომა იცოდეს თუ რამდენად მტკივნეულია. მეორე, იმ ხალხთან დამშვიდობება უნდა მომხდარიყო, რაც შეიძლება მალე, ვინც უსამართლობებში იყო ჩართული. პროკურატურას რაც შეეხება, მე მქონდა ჩემი ძალიან კონკრეტული აზრები სხვადასხვა პროკურორებზე, რომლებიც არ იქნენ გაშვებული პირველივე კვირებში. მე უკვე მე საპროკურორო უფლებამოსილებას დავკარგე და საკადრო პოლიტიკა გაგრძელდა ისე როგორც გაგრძელდა. ამიტომ საზოგადოებასთან კომუნიკაცია უკეთესი და უკეთესი საკადრო პოლიტიკა ალბათ იქნებოდა ის, რაც ჩვენ ბევრ უხერხულობებს თუ გნებავთ ხარვეზებს თავიდან აგვარიდებდა, მე ამაში დარწმუნებული ვარ. რამდენიმე მინისტრს ვკითხე, ვინც იყო აქ ჩემთან სტუმრად, თქვენს მინდა კითხოთ, ღარიბაშვილი არის ძლიერი პრემიერი, რომლის გუნდშიც თქვენ ახლა ხართ? ძლიერში რას გულისხმობთ, გააჩნია? თუ ძლიერში გულისხმება ის, რომ უნდა იყოს პრემიერი ცვლილებებზე ორიენტირებული, უნდა ჰქონდეს ძალიან მყარი ხედვა, საით მიყავს ქვეყანა. მხრივ მე ვიტყოდი, რომ ღარიბაშვილი არის ძლიერი პრემიერ-მინისტრი. ძლიერი არის იმ გაგებითაც, რომ მას აქვს უნარი ძალიან უცბად აუღოს ალღოს სხვადასხვა რთულ და კომპლექსურ პროცესებს. ეს არის გარკვეულწილად გადამწყვეტი ისეთი ქვეყნისთვის, როგორც საქართველოა, რომელიც იმ გეოპოლიტიკურ პირობებში ვითარდება და იზრდება, როგორშიც ჩვენ ვართ. ამიტომ მე ვიტყოდი, რომ მთლიანობაში ის არის ძლიერი პრემიერი. სიძლიერეში თუ იგულისხმება, რომ ყველაფერს აკონტროლებდეს და ყველგან იყოს და მისი სიტყვის გარეშე არაფერი არ კეთდებოდეს, რასაც ვიყავით მიჩვეული, ის ასეთი პრემიერი არ არის. მე მაგალითად, როგორც ერთ მორიგ მინისტრს მაქვს ჩემ სამინისტროში მართვის სრული თავისუფლება ტაქტიკური გადასახედიდან, სტრატეგიულ გადაწყვეტილებებს, რა თქმა უნდა, მას ვუთანხმებ და ეს ასეც უნდა იყოს. ძლიერში მე მაინც ვგულისხმობ შედეგებს, რომელიც დაიდო აი მმართველობის რაღაცა პერიოდის თავზე. და ხშირად უჩივიან ბევრ ამ დღეს ერთი სტატისტიკური მონაცემი ვნახე სხვათა შორის და ბევრი იქვეყდება ასეთი სახსტატის წინასწარი მონაცემი 2015 წლის პირველ კვარტალში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით პირდაპირ უცხოურ ინვესტიციები 34%-ით არის შემცირებული. მსგავს რიცხვებზე გესაუბრებით. ამ თვალსაზრისით
თავრობის ლიდერი არის თუ არა გამორჩეული ლიდერი? მე კიდევ სხვანაირად გეტყოდით, როდესაც რეგიონის ყველა ქვეყანაში და ევროპული კავშირის ქვეყნებში ეკონომიკური ზრდა ან არის მინუსში, ან არის 0.% ან 0 რამდენიმე, ან 1% და ღარიბაშვილი ახერხებს იმას, რომ 2.3% იყოს პირველი კვარტლის ეკონომიკური ზრდა, არ დაგიმალოთ და გეტყვით იმ შეხვედრებზე, სადაც მე მასთან ერთად დელეგაციაში ვყოფილვარ, როდესაც მაღალი დონის რანგის ევროპელი პოლიტიკოსები უკითხავთ თქვენიცით არის ოფიციალური ნაწილი შეხვედრაზე და შემდეგ უკვე იწყება უფრო ფამილიარული საუბარი, ვის რა გვიჭირს ჩვენს ქვეყანაში და ხდება გაცვლა ინფორმაციის, რომ აი მაგალითად ევროპელი ლიდერი ეტყვის, რომ აი ჩემს ქვეყანაში ჩემთვის ეს არის გამოწვევა ეს და მე გვეკითხება თქვენთან როგორ არის. ეკონომიკურ ზრდაზე, რასაც მე დავსწრები ვარ ხოლმე, როდესაც ღარიბაშვილს უთქვამს, რომ შარშან 5% წელს კი 2%-ია, ეს ევროპელი ლიდერების გაკვირვების საგანი არის ხოლმე, რომ როგორ შეინარჩუნეთ ესეც კი, რაც ცოტაა, მაგრამ ესეც კი იმ აბსოლუტურად გაუგონარ ეკონომიკურ ვითარებაში, რომელშიც არის ჩვენი კონტინენტი ჩაფლული. ამიტომ მე ვიტყოდი, რომ ყველაფერი არის შედარებითი, ის რომ ქართულ ოჯახებს ჯერ კიდევ ძალიან უჭირთ და ეს უნდა გაუმჯობესდეს, ეს რა თქმა უნდა არის სისუსტე, მაგრამ ამას აქვს თავისი ობიექტური ახსნები და თუ კი ეკონომიკურ ციფრებზე და მაჩვენებლებზე ვისაუბრებთ, მე ვფიქრობ, რომ ის დადებითი ეკონომიკური ზრდა, რაც დღეს არის ქვეყანაში, ესეც კი დამერწმუნეთ არის დიდი მიღწევა, თუმცა ეს რა თქმა უნდა ინდივიდუალურ ოჯახებზე ჯერჯერობით ლარის კურსაც ამ კონტექსტში მოაყოლებდით თქვენ? ლარის კურსთან დაკავშირებით თავიდან იყო დაშვებული დიდი შეცდომები, მე ეს ბევრჯერ ვთქვი, მიუხედავად იმისა, რომ ეკონომისტი არ ვარ, მე მიმაჩნია და ყოველთვის მივიჩნევ, რომ ამაში მთავარი დამნაშავე იყო ეროვნული ბანკი, რომელსაც აბარია ჩვენი ქვეყნის საფინანსო პოლიტიკა. მსთარია მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ ფინანსთა მინისტრს აბარია საფინანსო პოლიტიკა. ფინანსთა მინისტრს ჩვენ ჩავაბარეთ ქვეყნის ბიუჯეტი. და საფინანსო პოლიტიკა მონეტარული აბარია ეროვნულ ბანკს. ამიტომ თუ კი დღეს ხდება გარკვეული ნაბიჯების გადადგმა და უკვე თითქმის ყოველდღე ლარი ქვევით იწევს ხომ ეს ასეა, ეს თავიდანაც შეიძლებოდა გაკეთებულიყო, რომ არ გამოეწვია კიდევ უფრო დამძიმება ჩვენი ოჯახების და ინდივიდების, რომლებსაც ყველას გვაქვს სესხი და გვაქვს დოლარში და მდგომარეობა ჩვენ ყველას დაგვიმძიმდა. ამიტომ თუ კი დღეს შეიძლებოდა ამის გაკეთება, რატომ არ გააკეთა ეს ეროვნულმა ბანკმა მანამდე? ეს კითხვა მე მქონდა და დღესაც მაქვს. მტკიცებულება სახეზეა, როდესაც გადადგეს მათ ნაბიჯები, ლარმა ქვევით დაიწია. ჩვენ ეს ინსტიტუტები გვჭირდება იმისთვის, რომ როდესაც ობიექტური ზეგავლენებია რეგიონული თუ მსოფლიო ჩვენს ეკონომიკაზე ნეგატიური, იმისთვის გვაქვს ინსტიტუტები, მათ შორის ეროვნული ბანკი, რომ დაგვიცვან ამისგან. ჩვენი დაცვა არ მომხდარა, დღეს ხდება და ამიტომაც ლარი იწევს ქვევით. და ეს სწორედ არის მათ შორის პრემიერ-მინისტრის ძალისხმევის შედეგი. არ არის მოულოდნელი პრინციპში, რომ პრემიერს პოზიტიურ კონტექსტში იხსენიებთ, მის წარმატებებზე შეგიძლიათ საუბარი, ეს აბსოლუტურად ლოგიკურია, თუმცა ალბათ მაყურებელს ჩემთან ერთად ახსოვს ის პერიოდი, როდესაც თქვენი გუნდის ლიდერს, ასევე ირაკლი ალასანიას ძალიან პოზიტიურად იხსენიებდით, ახასიათებდით და ასე შემდეგ. მიუხედავად იმისა, რომ თქვენ ალასანიასგან წამოხვედით და მთავრობაში ხართ, ლიდერი გყავთ ხომ, ამ გუნდის ლიდერი გულისხმობ, მაინც თითქოს და აი ჩემთვის ერთი მოქალაქისთვის დისტანცირებული ხართ აი ამ ყველაფრისგან და თქვენ ხართ მარტო. მე ეს შტაბ-ჭდილება შეცდომით და მცდარად ვრჩება, აი ვისთან ხართ, ვისი გუნდის წევრი ხართ? შეიძლება ვიკითხო. მე ირაკლი ალასანიას, როდესაც ის ჩემი პარტიის ლიდერი იყო და მე მისი პარტიის მოადგილე, თავმჯდომარის, დადებითად ვიხსენიებდი, ახლაც დადებითად ვიხსენიებ და მომავალშიც დადებითად მოვიხსენიებ. მე არ მჩვევია ადამიანებზე ასე სწრაფად და უსაფუძვლოდ შევიცვალო აზრი, ეს ერთი. მეორე, დიახ, მე დღეს ვარ მარტო. და ალბათ არ გადავაჭარბებ თუ ვიტყვი, რომ როდესაც ვიყავი ალასანიას პარტიაში, მაშინაც თავს გვძნობდი მარტო. აქედან გამომდინარე, აი რაღაც დიდი, ასე ვთქვათ,
ნგრევა ჩემში, ჩემმა გადაწყვეტილებამ, როდესაც მე დავრჩი მთავრობაში, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ხას უსვამ, ეს არის დიახ, ევროპული მთავრობა. და ეს ძალიან ბევრმა რამე მაჩვენა იმის შემდეგაც. ეს გადაწყვეტილება პარტიულ-პოლიტიკური კუთხით ჩემში რაიმე ტიპის, ასე ვთქვათ, ნგრევები ამას არ გამოუწვევია, იმიტომ რომ იმ პარტიაში მე ძალიან ბევრი რამ გამიკეთებია იმისთვის რომ პარტიას დამსგავსებოდა. დღეს მიხარია, როდესაც ამ პარტიის პატარა, მაგრამ მაინც რეიტინგებს ვხედავ, რომელიც უფრო მეტია ვიდრე ადრე იყო და ვთვლი რომ რაღაცა წვლილი მეც მიმიწვის ამ წარმატებაში. თუმცა მე მათი ნაწილი აღარ ვარ, მე ვარ დღეს უპარტიო და ერთი რიგითი მინისტრი. მე არ გამიკვირდება მაგალითად თუ კი კოალიცია მიიღებს აბსოლუტურად გასაგებ გადაწყვეტილებას და იტყვის რომ ეს არის კოალიციური მთავრობა და უპარტიო მინისტრი მასში არ უნდა იყოს, მაგრამ ჯერ ეს გადაწყვეტილება არ ყოფილა თუნდაც დღის წესრიგშიც კი. რაც მიკვირს ხანდახან, იმიტომ რომ კოალიციური მთავრობა იმისთვის არის რომ პარტიის წარმომადგენლები იყვნენ მთავრობაში. ამიტომ მე დღეს პარტიული კუთხით არავისთან არ ვარ. თუმცა ვარ იმ მთავრობის წევრი, რომელსაც ხელმძღვანელობს ირაკლი ღარიბაშვილი და რა თქმა უნდა, მე ძალიან ბევრს მუშაობ, არა მხოლოდ იმ სამინისტროს წარმატებისთვის, რომელიც ჩამაბარა წინა პრემიერმა და მიიღო გადაწყვეტილება, რომ მე შეიძლებოდა მენდოს ადამიანი და იუსტიციის სამინისტრო ჩამაბაროს და აგრეთვე ბევრს მუშაობ იმ მთავრობის წარმატებისთვის, რომლის ნაწილიც ვარ, მაგრამ პარტიული კუთხით, რა თქმა უნდა, მე არ მყავს არც ხელმძღვანელი და არც არანაირი, ასე ვთქვათ, პარტიული კუთვნილება ყოველ შემთხვევაში დღეს არ მაქვს. გაბატონთე, თქვენ პოლიტიკოსი ხართ. აი ამ შემთხვევაში რატომ ვკითხულობ, თქვენ პოლიტიკურ პერსპექტივას სათხედავთ? რომელ გუნდში? იმიტომ რომ მინისტრობით წესით თქვენი მონაცემების და კარიერული მონაცემის განსაკუთრებით ადამიანის წარმოდგენა ძნელია. ხო, სად ხედავთ თქვენ თავს თუნდაც 2015-ში, 16-ში, 17-ში? ეს ძალიან კარგი კითხვა და რთული კითხვა, იმიტომ რომ ამ კითხვას მე ძალიან ხშირად უსვამ საკუთარ თავს. რაიმე პროექტი კონკრეტული არ მოგატყუებთ დღეს არ მაქვს, თუმცა ზუსტად ხვდები იმას, რასაც თქვენ ამბობთ და ეს ნამდვილად ასეა, რომ მხოლოდ მინისტრობით შეიძლება იყო მინისტრი და არა უფრო მეტი რაღაც პოლიტიკური კარიერის მქონე ადამიანი, როდესაც ხარ უპარტიო და ეს კითხვა, რაც უფრო მივახლოვდებით 2016-თან, მით უფრო მწვავედ დადგება ჩემს წინაშე. ორი გზა არის ალბათ აქ ბევრი გზა არ არის. ორი გზა არის რომ ან გავაგრძელო ამ სფეროში ყოფნა და ასეთ შემთხვევაში უნდა ავირჩიო პოლიტიკური გზა, პოლიტიკური კუთვნილების საკითხი უნდა გადავწყვიტო, ან გავიდე ამ სფეროდან და დავუბრუნდე ჩემს პირად სფეროს, რომელსაც არანაირი კავშირი არ ექნება პოლიტიკასთან. ამიტომ აქ ბევრი გზა არ არის, ორი გზა. რაც შეეხება პირველ გზას, რომ პოლიტიკური კუთვნილების საკითხი უნდა გადავწყვიტო ამ საკითხს, თავის დროზე გადავწყვეტ და გავაგებინებთ თუ არა და მაშინ მე შევწყვეტ საერთოდ ამ სფეროში ყოფნას, მაგრამ გადაწყვეტილება შეიძლება იყოს დამოკიდებული. ეს ბევრ რამეზე შეიძლება იყოს დამოკიდებული შეიძლება იყოს როგორც პროფესიულ, ისე პირად საკითხებთან, მაგრამ იმასაც გაგიმხელთ, რომ ასე ერთი ხელის მოსმით ყველაფერი გვერდზე გადავდო, რაც კი, იმიტომ რომ ძალიან ბევრი რამ გამიკეთებია ამ 4 წლის განმავლობაში, რაც სტრასბურგიდან საქართველოში დავბრუნდი, თუნდაც ის გამარჯვება, რაშიც მონაწილეობა მიმიღია 2012 წელს და არც თუ ისე უმნიშვნელო, თუნდაც ის რეფორმები, რაც იუსტიციის სამინისტროში ჩემი ხელმძღვანელობის პირობებში ჩატარდა, როდესაც იუსტიციის სამინისტრომ დაიბრუნა თავისი მთავარი ფუნქცია, ეს გახლავთ მთავრობის მთავარი იურიდიული მრჩეველი და საკანონმდებლო რეფორმატორი უწყება. ეს ფუნქცია მე მთლიანად
მთლიანად დაუბრუნე იუსტიციის სამინისტროს, რაც ჩემი წინამორბედის პირობებში დაკარგული ჰქონდა და რეალურად მშენებლობის სამინისტროს გავდა და არა იუსტიციისა. თუმცა გავაგრძელებ ინფრასტრუქტურული პროექტებიც და ძალიან ბევრ სოფელს მე მეამაყება 20-მდე სოფელს ის მივეცი, რაც მანამდე არ ჰქონდათ. და ეს პროექტები გრძელდება გულისხმობ საზოგადოებრივ ცენტრებში. შეიძლება ეს დამენანოს და ვიფიქრო, რომ უფრო მეტი შემიძლია კიდევ. მე დღეს არ ვიცი, რომ ვიცოდე პასუხსაც გაგცემდით, მაგრამ რეალურად ორი გზა, ან პოლიტიკური გზა გრძელდება და პოლიტიკური კუთვნილების საკითხი უნდა გადაწყდეს. ამას ალბათ კოალიციაც დააყენებს, როგორც კითხვას თუ საკითხს ჩემ წინაშე, როცა ამის დრო დადგება, ან საერთოდ გავალ ამ სფეროდან და გზა უკან სტრასბურგში? ან სტრასბურგში, ან სოფელ დიღომში, სადაც ცხოვრობ. სტრასბურგში რა გელით? ვთქვათ, ალბათ გაქვთ ესეც რაღაცნაირად მეტნაკლებად გაზომილი თუ სტრასბურგში მე არ ვიცი რა მელის, სტრასბურგში მე ვიცი რომ მელოდება ჩემი სახლი, რომლის მე საკუთრეც ვარ, მელოდება ძალიან ბევრი კლასელი, ჯგუფელი, კოლეგა სამსახურიდან, მელოდება ის ოჯახი და 5 დაძმა, ბჭყალებში დაძმა, რომლებთანაც მე 16 წლის ასაკში შევედი და ერთად ვიზდებით თუ გავიზარდეთ მას მერე, მელოდებიან ნათლულები და ასე შემდეგ. ანუ ჩემი ცხოვრება ორად იყო ყოველთვის გაყოფილი საქართველო და საფრანგეთი. ამიტომ სტრასბურგში მე ბევრი რამე და ბევრი ვინმე მელოდება. აქედან გამომდინარე, თუ ეს გადაწყვეტილება მივიღე, ესეც პრინციპში იქნება მართალი რომ გითხრათ, ჩემთვის სასიამოვნო და ყველაზე მარტივი გამოსავალი. უფრო რთული იქნება ამ პოლიტიკური გზის გაგრძელება და უფრო რთული გამოსავალიც, მაგრამ რა თქმა უნდა, ჩემს პირად ინტერესს გავითვალისწინებ ქვეყნის ინტერესს, რომელიც ჩემთვის ყოველთვის წინ იყო, ყველანაირ პოლიტიკურ პარტიაზე და პოლიტიკურ ფიგურებზე წინ, ჩემთვის ყოველთვის მოდიოდა ქვეყნის ინტერესი. თუმცა ისიც ვაღიარო უნდა, რომ ჩემს პოლიტიკურ თუ სხვა გადაწყვეტილებებში მე ყოველთვის მქონდა კომფორტი, რაც ნიშნავს იმას, რომ მე პირადად ჩემი ოჯახი არ მყავს და არასთვის აზრი არ მაქვს საკითხავი. მე თვითონ წყვეტ რა გავაკეთო, ეს ძალიან დიდი კომფორტია, თავისებური უარყოფითიც ბევრი აქვს ამას, მაგრამ გადაწყვეტილების მიღების დროს ეს უდიდესი კომფორტია. მოკლედ სტრასბურგი ჯერ კიდევ ძალაში შეიძლება ჩავთვალოთ, რომ არის თქვენს პერსპექტივაში მით უმეტეს. რა თქმა უნდა, არის. დიპლომს, რომელსაც იქ არავინ შეგიმოწმებთ, ისე გულდასმით, რომ როგორც აქ შეგიმოწმეს თქვენმა ოპონენტებმა ჩამოსვლის შემდეგ. მე ამ წუთში მიუხედავად იმისა, რომ ყველა შანსი მქონდა ეს გამეკეთებინა, არ მაქვს ორმაგი მოქალაქეობა და მე ამით დღეს ვამაყობ, რომ მხოლოდ საქართველოს მოქალაქე ვარ, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრჯერ შემეძლო ეს არჩევანი გამეკეთებინა, თუ სტრასბურგში დავბრუნდი, რა თქმა უნდა, მაშინ საფრანგეთის მოქალაქეობასაც დიდი სიხარულით მივიღებ. რა კომუნიკაცია გაქვთ თუ შეიძლება გაგვიმხილოთ ექს-პრემიერთან? ვინ შეგარჩიათ თქვენ ამ პოზიციაზე? გავრცელდა ინფორმაცია თავის დროზე, რომ თითქოს ბიძინა ივანიშვილი თქვენ აღარც კი გელაპარაკებოდათ, გაგებულდათ მას შემდეგ, რაც მოსამართლეთა კონფერენციაზე ჩათვალა, რომ რაღაც პოზიციები დაკარგეთ. ეს შეიძლება იყოს სიმართლის რაიმე დოზით შემცველი? არა, სიმართლე არის შემდეგი, რომ მოსამართლეთა კონფერენციაზე და მაშინდელ არჩევნებზე თუ დამიჯერებთ, არასდროს ბიძინა ივანიშვილთან მე საუბარი არ მქონია. ის ეთანხმებოდა იმ რეფორმას, რომელიც გატარდა პირველი ტალღა მართლმსაჯულების, უფრო მეტიც. მისი მხარდაჭერა რომ არ მქონოდა, იყვნენ ჯგუფები კოალიციაში, რომლებიც ძალიან შეიძლება სწორ, მაგრამ ცთუნებასთან უფრო მეტად კავშირში მყოფ ნაბიჯებს ემხრობოდნენ, რომ ყველა მოსამართლე გაგვეშვა შინ. და ღმერთმა იცოდეს, რომ ცთუნება ჩემშიც მაღალი იყო და ყველა მოქალაქეში, მაგრამ მე წინ მქონდა სააკაშვილის ეგრეთ წოდებული რეფორმა, როდესაც ის იჯდა ჩემ ადგილას, როგორც იუსტიციის მინისტრი და მან ყველა მოსამართლე გაუშვა სახლში და ამას დაარქვა რეფორმა. ეს არ არის რეფორმა, ეს არის ადამიანების სახლში გაშვება. რეფორმა არის ის, რაც ჩვენ ჩავატარეთ და ის სწორედ მაშინ ბიძინა ივანიშვილმა ამ ჩემს მიდგომას დაუჭირა მხარი და თქვა, რომ ქვეყნისთვის გრძელვადიან პერსპექტივაში ის კი არ არის თავარი ადამიანებს ვებრძოლოთ, არამედ დავასრულებინოთ მათ უფლებამოსილების ვადა, იმიტომ რომ ქვეყნის ინტერესიდან ასე ჯობს და ვიაროთ კანონების გზით. ამიტომ არ შეიძლებოდა ჩვენ ამ თემაზე მოხსნოდა რაიმე ტიპის
ასთა სხვადასხვაობა სხვადასხვა საკითხებზე ჩვენ მასთან მქონდა, მე მასთან მქონდა, მას ჩემთან მქონდა, როგორც პრემიერ შეიძლება მინისტრთან მქონდეს, ისევე როგორც მქონია ნებისმიერ სხვა მინისტრთან. აქედან გამომდინარე მე ვერ ვიტყვი რომ ეს რაიმე ტიპის განსაკუთრებული მოვლენა იყო, აი თან გპასუხობთ და ვფიქრობ ვერ ვიხსენებ. გაბუტვას რაც შეეხება ეს არ არის ბიძინა ივანიშვილის სტილი, პირიქით ის პირდაპირ გეუბნება რა არ მოწონს, არ მოერიდება რომ გეჩხუბოს როგორც პატარა ბავშვს, იმიტომ რომ მასთან შედარებით ყველანი გამოცდილების კუთხითაც თუ გნებავთ ალბათ უკან ვართ და პირდაპირი ადამიანია, ამიტომ თუნდაც ამიტომ გაბუტვის ჭორი არ ვიცი საიდან მოდის. ინარჩუნებთ მასთან კომუნიკაციას, გააქვთ ახლა რაიმე ტიპის კავშირი მასთან? მე მასთან რამდენჯერმე მქონია სატელეფონო კავშირი. ერთხელ შევხვედრი ვარ კიდეც და ეს შეხვედრა არასდროს დამავიწყდება, ეს იყო მახათას მთაზე, როდესაც პირველი წირვა ჩაატარა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა. ეს იყო შარშან გაზაფხულზე და მაშინ ჩვენ შორის შედგა ძალიან მნიშვნელოვანი საუბარი, იმიტომ რომ ის რამდენიმე თვეა უკვე წასული იყო ხელისუფლებიდან, კონტაქტი არ მქონია, არც სატელეფონო და არ დაგიმალავთ, რომ რაღაცა საკითხებზე მაინტერესებდა მისი აზრი. გარედან როგორ ხედავდა იმ პროცესებს, მაგალითად შეიძლება გაგვიხილოთ რა საკითხები იყო ასეთი. იყო მაგალითად ის კანონები, რაზეც მე ვმუშაობდი, მაინტერესებდა გარედან როგორ ჩანს. მე მგონი ეს არ არის აკრძალული ადამიანს კითხო გარედან როგორ ჩანს. მან მითხრა რომ რაკი გულწრფელად გაინტერესებთ, მან მითხრა რომ გარედან ასე ჩანდა რომ მე ვარ მამაცი და ასეც გავაგრძელო. რა თქმა უნდა ეს გამიხარდა, მოგატყუებთ რომ მეწყინა. აი ეს იყო უფრო ემოციური შეფასება, ვიდრე რაიმე დეტალური შენიშვნები. ეს არის, რაც ქონდა კონტაქტი, სატელეფონო საუბარი რამდენიმე ქონდა, მაგალითად, როდესაც მე მას დავურეკე და ვუთხარი მადლობა ნდობისთვის, როდესაც ის მიდიოდა, წასული იყო უკვე და არ მომეცა ფიზიკურად შეხვედრის შესაძლებლობა და ჩავთვალე საჭიროდ რომ მისთვის გადამეხადა მადლობა, იმიტომ რომ ყველაზე დიდი შეცდომა მგონია პოლიტიკაშიც და ზოგადად ის რომ არ დაინახო, რომ ადამიანი გენდო და ესეთი ტიპის სატელეფონო კონტაქტი შეიძლება შედგა ერთი ან ორი, იქნება ეს რაიმე დღესასწაულთან დაკავშირებული თუ ვთქვათ დაბადების დღესთან, რაც ალბათ აკრძალული არ არის ასევე. ბუნებრივია თქვენი პასუხიც ახლა უკვე გასაგებია წინასწარ რას მეტყვით ამ კითხვაზე პასუხად, მაგრამ მაინც დავსვა, იმიტომ რომ დღეს ძალიან აქტუალურია ეს კითხვა. თითქოს და ის შეხვდა მოსამართლეებს. თითქოს და მან რაღაცა ტიპის ჩარევა მოახდინა მოსამართლეების საომავლო გადაწყვეტილებაზე წინასწარ, რაც ეხება კაბელების საქმეს, ირაკლი ალსანიას ყოფილ თანაგუნდელებს. რა ინფორმაციას ფლობთ ამის შესახებ? შეიძლება იფიქროთ, რომ შეიძლება ეს მომხდარიყო თეორიულად. იცით რა, მე მგონია რომ არის აბსურდი, იმიტომ რომ რაზე უნდა ისაუბრონ მოსამართლეებმა და ბიძინა ივანიშვილმა. ბიძინა ივანიშვილს დღეს პრინციპში ბერკეტი არ მგონია რაიმე ტიპის ქონდეს, მას არ აქვს თანამდებობა. როცა თანამდებობა არ გაქვს, ძალიან ძნელია რაღაცა ბერკეტი ქონდეს. რაც შეეხება თვითონ კაბელების საქმეს, რეფორმას და როგორც მოხდა თუ ხდება ამის დაკავშირება, ეს უკვე მე მეხება. და მართალი გითხრათ, შეურაცხყოფილიც ვარ ამას ღიად ვიტყვი, როდესაც მესმის რომ თითქოს, როდესაც მე რამდენიმე დღის წინ შევხვდი ქალბატონ ნინო გვენეტაძეს და მასთან ერთად გადავწყვიტე თუ აი ამ რეფორმაში, რაც აღშფოთებას, შეშფოთებას, უკმაყოფილებას იწვევდა სამოსამართლო კორპუსში და ამავე დროს უარყოფითად იყო შეფასებული ვენეციის კომისიის მიერ და მე მართლა კატეგორიულად ვამბობდი, რომ მე რა რომ ვენეცია უარყოფითად აფასებს, მე მაინც მგონია, რომ ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია, რომ ყველა ამ თავმჯდომარეს შეუწყდეს უფლებამოსილება.
აი ამ საუბარში გამოიკვეთა, რომ უკმაყოფილება ამის გამო არის ძალიან დიდი. უკმაყოფილება იმაზე, რომ ქალბატონ ნინოს ამ რეფორმაში კიდევ შემოტანილი აქვს ინსტიტუტი ინსპექტორის, რომელიც სუბიექტურად და უსაფუძვლოდ, მაგრამ მოსამართლეების მიერ აღქმული როგორც სადამსჯელო ახალი ინსტიტუტი და მე ვთვლი რომ პირიქით ეს არის სადამსჯელო, ეს არის ჯანსაღებისთვის აუცილებელი ინსტიტუტი. მე რა რომ ახალია, მე რა რომ ჯერ არ ვიცით როგორ შედეგებს ეს გამოიღებს, მათ ხელშია და ამუშავონ ეს ინსტიტუტი ისე რომ გაჯანსაღდეს შიგნით სიტუაცია. ბატონი მურუსიძე ხშირად ამბობდა რომ დისციპლინური პროცედურა თითქოს არ არის ნაკლოვანი. ამ დროს მის ხელშია დისციპლინური პროცედურა დღემდე და ერთი დისციპლინური დევნა არ ყოფილა მოსამართლის მიმართ, მაშინ როდესაც 500-მდე საჩივარია შესული და ან ყველა აქვს დახურული როგორც უსაფუძვლო, ან გამოკიდებული ჰაერში, იმიტომ რომ არ უნდა დასაჯოს ვინმე. ამიტომ დობის თემა სასამართლოში აღსადგენი მოსამართლებისადმი. აი ამ ყველაფერმა რაც დაემატა ერთი მეორეს, გამოიწვია დიდი უკმაყოფილება. მე და ქალბატონი ნინო შევხვდით, როგორც ბევრჯერ შევხვედრი ვართ და ეს კონსტრუქციული დიალოგი ჩვენ შორის არის, რაც წინა თავმჯდომარესთან სამწუხაროდ არ იყო და მე ვთქვი ესეთი რამ, რომ მე მზად ვარ ვენეციის კომისიის დასკვნიდან გამომდინარე, რომელიც არის საკმაოდ მწვავე ამ ნაწილში, თუ თქვენ თავმჯდომარე ამას ეთანხმებით, დაასრულო მან ამ ადამიანებმა თავიანთი უფლებამოსილების ვადა ერთი პირობით, რომ როგორც კი ისინი დაასრულებენ თავიანთ ვადას, ეს არის გაისად და 17 წელს, შემდეგ არჩევითი იქნება ეს პოზიციები და არა დანიშნვითი, როგორც დღეს არის. აი ამ პირობით, რასაც ვენეციის დასკვნასთან არის პირდაპირ შესაბამისობაში, ქალბატონი ნინო დამეთანხმა, რომ ეს კარგი გამოსავალი იქნებოდა იმ ჩიხური მდგომარეობიდან, რაც იყო შექმნილი. ოღონდ ახლა უკვე მან მითხრა, რომ ის ინსპექტორის ინსტიტუტი, რაც მისი იდეა იყო, ეს განხილვას არ ექვემდებარებოდა. აქედან გამომდინარე, აი ჩემსა და მას შორის, რაც დაიხვეწა ეს საბოლოოდ. მოხდა ჩემსა და მას შორის. ეს რაღაც გარიგებად, შერიგებად, მორიგებად და ვიღაცა გარეშე ძალების იქნებიან ეს ვიღაც მოსამართლეები თუ სხვა პირები მათი მონაწილეობით შექმნილ შეთანხმებად გაფორმდეს არ მგონია სწორი, იმიტომ რომ მე ვიყავი პირველი, ვინც თქვი რომ მე ამას თან რა კი ვენეციაც მეუბნება რომ არასწორია დავთმობ, ოღონდ კი შიგნით რეფორმისადმი წინააღმდეგობა გაჩერდეს. ეს იგი ირაკლი ალსანი ამბობს რას, რომ თქვენ ამ ყველაფრის საქმის კურსში იყავით და რომ თქვენ შეგნებულად უგრძელებთ ვადას ახლა უკვე იმ მოსამართლებს, რომელთა ხელშიც შესაძლოა მოხდეს უკვე საკასაციოში ის კაბელების საქმე, რომელიც მისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია და ამბობს კიდევ იმას, რომ ივანიშვილთან არის ეს ყველაფერი კოორდინაციაში, ხო? მე მგონია რომ ამ პირადად დაგარტყათ. ამიტომაც ვარ შეურაცხყოფილი. რაც შეეხება კასაციაში სისხლის სამართლის კოლეგიის თავმჯდომარე არის არავინ სხვა, თუ არა ნინო გვენეტაძე. თუ ნინო გვენეტაძისადმი მას აქვს უნდობლობა, მაშინ გამოვიდეს და ღიად თქვას, მაგრამ მე ეს არ მგონია, იმიტომ რომ მისმა პარტიამ მხარი დაუჭირა ქალბატონი გვენეტაძის არჩევას, რასაც დამეთანხმებით ალბათ, რომ ერთ-ერთი ყველაზე დიდი დადებითი ცვლილება იყო ჩვენ სამართლებრივ სფეროში ამ ბოლო დროში. რაში დაჭირდა მას ეს, როგორ ფიქრობ? ეს არ ვიცი, თავად კითხეთ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მე არა მხოლოდ ირაკლი ალასანიას, ჩემი რეფორმებით რიგით ყველა მოქალაქეს. მივეცი თავისუფალი სასამართლო. თუნდაც მოსამართლე ჯუღელის გადაწყვეტილება კაბელების საქმეზე მოწმობს იმას, რომ მოსამართლე ჯუღელი იმ რეფორმების წყალობით, რაც გატარდა, მან იგრძნო აბსოლუტურად თავისუფლად თავი და გადაწყვიტა ის, რაც გადაწყვიტა, ხომ? რასაც მე თუ კარგად მივადევნე თვალი, ალასანია და მისი გუნდი დიდი ოვაციებით შეხვდნენ, ხომ ასეა? აქედან გამომდინარე, წინასწარ რაღაცა ტიპის შეურაცხყოფას ამ რეფორმების მე ამ გზას არ ავირჩევდი, მაგრამ პოლიტიკური პარტია თავიანთი დღის წესრიგი აქვს და ალბათ იციან რასაც აკეთებენ. ფინალისკენ ადამიანი, რომელიც თქვენ ამბობდით ხშირად, რომლის საქართველოსთან გასაყვანადაც ან ხელისუფლებიდან ჩამოსაშორებლადაც ჩაევით თქვენ აი ამ პროცესებში და ხართ ახლა მინისტრი უკვე მე რამდენი წელია. მახსოვს ერთ-ერთი ინტერვიუ თქვენთან პოლიტმეტრში.
ახლა ჩვენ პოლიტარჩი ვართ რამდენიმე წლის შემდეგ თქვენ თქვით რომ დადგება დღეო, როდესაც მიხეილ სააკაშვილი სულ სრიალით ჩამოვაო და ავლაბარში მოგცემსო ჩვენებასო ბევრ საკითხთან დაკავშირებითო. ეს ვერ შეძელით. ეს შეუსრულებელ დაპირებად დარჩება ბოლომდე? ან მას დაუსვათ კითხვები? დაპირება იქნება, რადგანაც სააკაშვილის წინააღმდეგ პროკურატურას დაწყებული აქვს საქმე, ის არის ბრალდებული, ის არის ძებნილი და მე ვფიქრობ, რომ ეს დროის საკითხია. მე შეიძლება აღარ ვიყვარს პოლიტიკაში და არც მინისტრი, მაგრამ სააკაშვილს ძალოვანი სტრუქტურები დადგებად, რომ ნამდვილად დაუსვამენ შესაბამის კითხვებს. რა თემებია ის, რასაც იცით, რომ პრინციპში ვერ შეასრულებთ 4 წელიწადში? გარდა ვთქვათ აი ამისი, რასაც შევეხეთ. თქვენ ალბათ ფიქრობთ, რომ სააკაშვილი შესაძლოა ამ 4 წელიწადში ვერ დაკითხოთ, ვერ დასვათ. თქვენ არა, მაგრამ სააკაშვილი არ არის ჩემი უფლებამოსილების თემა. მე უკვე 2 წელია არ მაქვს საპროკურორო უფლებამოსილება, ამიტომ ნუ შეგვეშლება ხოლმე, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ის, რაც მე მაბარია საქმე, ეს არის იუსტიციის სამინისტრო როგორც საკანონმდებლო რეფორმატორი ამ მთავრობის და 11 საჯარო სამართლის იურიდიული პირი. თავისი ინფრასტრუქტურული პროექტებით, თავისი საარჩევნო სიით, თავისი საკუთრების უფლებით, თავისი ძალიან ბევრი პროექტით, რომელი ერთი ჩამოთვალო არც კი ვიცი, აღსრულების სამართალწარმოების მოქალაქეთან დობის აღდგენით, ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციით, თუ ახალგაზრდა თაობასთან მუშაობით მართლშეგნების ამაღლების კუთხით. იქნება ეს პროექტის ფარგლებში მინისტრი ესაუბრება ახალგაზრდებს თუ საზოგადოებრივი ცენტრები თუ სხვა. აი ეს რაც მე მაბარია, როდესაც დადგება 2016 წლის ოქტომბერი. პირობას გაძლევთ, რომ მე ჩაგაბარებთ პირნათლად ანგარიშს, რომელიც მხოლოდ პოზიტიური იქნება. ის რაც მე არ მაბარია, ამაზე ვერ ჩაგაბარებთ ანგარიშს. და პასუხისმგებლობასაც ვერ იღებთ. ასე გამოდის, როგორც მთავრობის წევრი. რაც არ მაბარია, იმაზე პასუხისმგებლობას ვერ ავიღებ. ერთადერთი მე ყველაფერს ვაკეთებ იმისთვის, რომ როდესაც საჭიროა კანონებით თუ რჩევით, თუ მკითხეს ყველა სამინისტროს, მათ შორის პროკურატურასაც, რომელიც დამოუკიდებელია, დავეხმარო. ჩემი როლი ეს არის. ამიტომ ვახსენე იურიდიული მრჩეველი მეთქი. ამ როლს მე ვფიქრობ, რომ კოლეგიალობიდან გამომდინარე და იქიდან გამომდინარე, როგორც გითხარით, რომ ამ მთავრობის წარმატებისთვის მუშაობ როგორც ყველა მინისტრი, ვასრულებ. მაგრამ მე პასუხს ვაგებ იმაზე, რომ რაც მე მაბარია იმ თემებზე, ოჯახური ძალადობა და სტამბულის კონვენცია და საკანონმდებლო ცვლილებები. ეხლა დავიწყეთ მუშაობა ორ მნიშვნელოვანეს მწვავე თემაზე. ეს არის ქუჩის ბავშვები, ეგრეთ წოდებული. მათი იდენტიფიკაცია და საკანონმდებლო ცვლილებები, ქალთა უფლებები, სასამართლო რეფორმის, საკანონმდებლო რეფორმის ბოლომდე მიყვანა, ნაფიცი მსაჯულების რეფორმა, რომელიც ესე მწვავედ დადგა ამ დღეებში, საამზომველო საქმიანობის რეფორმა, საარჩევნო სიის რეფორმა, საახსრულებო საქმიანობის რეფორმა. აი ეს რეფორმები ყველა იქნება მხოლოდ პოზიტიური, იმიტომ რომ შესრულებული. ამაზე მე ვაგებ პასუხს და ანგარიში ჩემი საქმიანობის 4 წლიანი იქნება მხოლოდ დადებითი. და ფინალში მეოთხე ყველაზე მაგარი წელიწადი დადგება თუ არა? როგორც გითხრა ყოფილმა პრემიერმა, რომ მეოთხე წელი იქნება ყველაზე მაგარი. მან ესე გითხრა. მეოთხე წელი პრინციპში არ უნდა იყოს იმ გაგებით ცუდი, რომ მორიგჯერ მოხდება არჩევნების გზით ხელისუფლებაში ცვლილებები, ან ასეთი, ან ისეთი, ეს წინასწარ არავინ არ იცის. მეოთხე წელი იქნება შეჯამების წელი და იქნება მე მჯერა ძალიან პოზიტიური, იმიტომ რომ საქართველოს პირველად იტყვის, რომ მან ევროპულ გზაზე გიგანტური ნაბიჯები გადადგა სწორედ ამ ხელისუფლების წყალობით, რომ საქართველოს შეძლო ევლო პროგრესის გზით და თავიდან აეცილებინა რყევები, რომ საქართველოს შეძლო ამ 4 წლის მანძილზე, იმიტომ რომ ჰყავდა გონიერი მთავრობა, ძალიან ბევრჯერ დანის პირზე გაევლო და საგარეო საფრთხეები, როგორც ბოქსიორი იშორებს, დარტყმებს, ესე აიშორებინა ქვეყნისთვის.
თუმცა არ ლაპარაკობდა ამაზე ღიად, რომ საქართველომ შეძლო დაემკვიდრებინა მმართველობის ახალი სტილი, სადაც მოქალაქის აზრი არის იმდენად მთავარი, რომ შეიძლება მინისტრის მოხსნითაც კი დამთავრდეს, რომ საქართველომ შეძლო ჰქონოდა სანდო საარჩევნო სისტემა, სანდო სასამართლო, რომელიც სწორგზაზეა და ჩვენ უკვე მომდევნო წლებში ვიტყვით, რომ ვამაყობთ ჩვენი მართლმსაჯულებით, რაც არ უნდა ეს დღეს ძალიან ბევრ პოლიტიკურ განცხადებას და ვნებათა ღელვას იწვევდეს, რომ საქართველომ შეძლო უფრო მეტი ქალი ყოლოდა პოლიტიკაში, მათ შორის უმნიშვნელოვანესი პორტფელებით ხელში და რომ საქართველომ შეძლო ბიზნესის თავისუფლება. ბიზნესის, რომელიც დღეს არის კმაყოფილი, რომ როგორც იქნა დადგა ჩვენს ქვეყანაში თავისუფლების ხანა. ეს არის ძალიან მოკლე ნუსხა და თქვენ ახლა ამ კითხვით ძალიან კარგი იდეა მომეცით, რომ მე დავიწყო უკვე წერა იმ სიის, რასაც იტყვის გაიცად საქართველო. რა შევძელით ამ 4 წელიწადში? ეს არის გიგანტური ნახტომი მომავალში. აი ამას 2016 წელს ჩვენ ღიად ვიტყვით. შემდეგ უკვე ხალხი გადაწყვეტს, ვინ უნდა იყოს ხელისუფლებაში, უნდა დაბრუნდეს ძველი ძალა, უნდა დარჩეს ამჟამინდელი ძალა, თუ უნდა მოვიდეს აბსოლუტურად სხვა ძალა. ეს ხალხმა უნდა გადაწყვიტოს და სწორედ ეს არის წარმატებაც, რომ ჩვენთან ქვეყანაში უკვე თქვენ წყვეტთ და არა მე, ვინ იყოს ხელისუფლებაში. წარმატებებს გისურვებთ. მადლობა.